Ლაკი მინდა 2 წლის ევას ამბავი მოგიყვეთ, რომელმაც 2 დღის წინ პირველად გაიგონა დედის ხმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აღიქვამს პატარა მისთვის აქამდე უცნობ, თუმცა ყველაზე ძვირფასი ადამიანის დედის ხმას, რომელიც სმენის აპარატის ჩადგმის შემდეგ გაიგონა. დედა 16 წელი ელოდა შვილს. ევა 9 თვის იყო, როცა დედამ შეამჩნია, რომ პატარას არ ესმოდა. როგორც ევას დედა ამბობს, მისი ცხოვრება ორად იყოფა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. ჩვენი ჟურნალისტი თეო ცუცკირიძე ევას ბათუმში ეწვია და ახლა შეგვიძლია მისი სიუჟეტი ვიხილოთ. ნახოთ, ეს ძალიან ემოციური სიუჟეტი. გული მისკვდებოდა ზოგიერთი სახსნით არ გაიჩერებს რაღაცა პირიქით რომ მოაძრო მოგიტანსა გამიკეთეთო. ჩოთ ხარეთად კოჩ, ბახანა დააჭინე. უმღერე? Eki დავაძინო თავადიდიკო. ასე ნანანანა ემღერე. ჩემმა შვილმა გაიგო პირველი ხმა. იქ ძალიან სასწაული რაღაცა იყო. რა ვიცი. მე რა ვხდე. 16 წელი ველოდებოდი. ჯერ ეს ინკუბატორში მყავდა 26 კვირიანია. 3 თვე მყავდა იქ, მაგრამ როგორი შეგრძნება ვიცოდი რომ შვილი მყავდა, მაგრამ ანუ სიყვარული ვერ ხვდებოდი, რაც ხას ქვია. რო გამევიყვანე და ხელში დავიკევი, მე უფრო ალბათ შობელი შვილის სიყვარულს ხდება. მიფირიდი აკოციაბა. 9 თვის რო იყო შემნიშნება შორი და როცა დაუძახები ყურადღებას არ მაქცევდა საერთოდ. მე შევშავედი მივმართე ბათუმში, ანუ ვერ გაიარა ბაღნანამ სმენის გი. ფილიში რო ჩავიყვანე ბავშვი არ ქონდა ყურთა სმენა. ჩემ თავაზეს ოპერაცია უნდა გამეკეთებია, ორხეაული იმპლანტაცია. სახელმწიფომ დამამფინანსა, მადლობელი ვარ ძალიან. მე დღეს ბედნიერი დედა ვარ. აბა შემხედე. ევა. წიდა. ევაკო. გაიქეცდეთ კოჩკარა ევა. ოპერაცია რო გავუკეთდა 2 საათის გამრავლობაში ბავშვმა მოითხოვა რომ ანუ გავლა უნდოდა შევედი და უთხარი ვერ ვაჩერებ მე ვთქვა ძალიან ცილკი ბავშვია რა მეთქინდა ბავშვი ვერ შეძლებს ანუ დიდი ვერ გაივლისო და შინჯოთ მეთქინ რა გაიარა ჭამა არც გადასხმა დაჭირვებია მე ბრძოლე ბავშვია დელეთვე საუბრებოდი რაცხას და დამავიწყდა გაკეთება და ია ვაია ქავა გამიკეთება ანუ არ მესმისო ბავშვმა დამიკრიფე აბა და მომიტანე დე ოპერაციამდე სულ სხვა ევა იყო ოპერაციის შემდეგ სულ სხვა არის ბევრ ამას გამოხატავს ანუ მამასაც ამბობს სახელსაც ანუ მე დედას ვერ ამბობს მაგრამ იას მიძან ბევრი რამე აისთქვა ოპერაციის შედეგად და მე ყველა დედას მივმართავ ვინცომ პრობლემიანი ასეთი შვილს დაუდგეს მხარში და ბედნიერი შვილი ამყოფოს იმდენს ვიშრომებ ვიზრუნებ ჩემი შვილი ძალიან ბედნიერი იყოს სანამ სული გვიდგია დანარჩენი გეიზრდება და თვითონაც მუცხოვრებას კი გაამკლევს ევა კოცნა გაუძანე